მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ კითხვასთან და ზოგადად წიგნებთან დაკავშირებული ნივთები, რომლებსაც ძალიან აქტიურად ვიყენებ და რომლებზეც ვარ შეყვარებული. ამ ნივთებიდან ზოგიერთი მაჩუქეს, ზოგიერთი მე თვითონ ვიყიდე და მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი გულწრფელი შეფასება და გირჩიოთ ღირს თუ არა კონკრეტული ნივთის ყიდვა. უმეტესად ნივთებს Amazon-ზე ვყიდულობ ხოლმე, ამიტომ აუცილებლად დაგიტოვებთ ბმულს თითოეული მათგანისთვის ვიდეოს აღწერაში. დავიწყოთ. პირველი რითაც მინდა დავიწყო არის საკმაოდ ბანალური ნივთი, მაგრამ აუცილებელი ნებისმიერი მკითხველისთვის. წიგნის სანიშნეები. ძალიან მიყვარს მე თვითონ წიგნის სანიშნეები და იმდენს ვყიდულობ ხოლმე, რომ მე მგონი მაგდენი წიგნი ფიზიკურად არ მაქვს. და მოდი დაგათვალიერებინოთ ახლა ჩემს პატარა სანიშნეების კოლექციას, რომელიც აქ მაქვს და ასევე შევაფასებ, რამდენად კარგია და რამდენად ღირს მათი შეძენა. საკმაოდ ბევრჯერ ვახსენე ჩემს წინა ვიდეოებში fully booked და მინდა გაგიზიაროთ ის სანიშნეები, რომლებიც იქ შევიძინე. პირველი სანიშნე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ძალიან მომეწონა იმ წარწერების გამო, რაც არის Z და მინდა რომ კარგად განახოთ. ძალიან მომწონს და ძალიან მესაყვარლება. All I want in life: books, a comfy chair to read books, money for books, bookmarks, a man who reads books, time to read books, shelves for books, tea to drink while I read books, books and maybe more books. მიყვარს. ძალიან მესაყვარლება ეს სანიშნე ამ წარწერების გამო და მასალად საკმაოდ კარგი აქვს და ვფიქრობ დიდხანს გაძლებს. მეორე სანიშნე, რომელიც მინდა განახოთ, უბრალოდ რო დავინახე, საკუთარი თავი ამოვიცანი და უნდა მეყიდა. ეს არის მაგნიტური და ძალიან მარტივად დაამაგრებთ წიგნზეც. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც დიდხანს გაძლებს. და შემდეგი რაც შევიძინე ასევე fully booked-ში არის აი ეს უსაყვარლესი ასევე მაგნიტური სანიშნეები სხვადასხვა ფერში. და მოდი ესეც ვნახოთ, როგორ გამოიყურება წიგნზე. ფინჯანი იყურება ჩვენი წიგნიდან და ესეც ძალიან მესაყვარლება. ხარისხი ამასაც ძალიან კარგი აქვს და მოკლედ fully booked-ის შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ წინა ორის ფასი არ მახსოვს, მაგრამ ამ მესამეს აწერია და როგორც გადავამოწმე და გადავიყვანე ლარში, გამოვიდა 14 ლარამდე. ანუ ჯამში ამ სამივეში გადავიხადე 14 ლარი. ძალიან კარგი ხარისხია და ამიტომაც ვთვლი, რომ ღირსთან მაგნიტური სანიშნეები ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და მე თვითონ ძალიან მიყვარს. შემდეგი სანიშნეები, რომლებიც უნდა განახოთ, შევიძინე TikTok-ის მაღაზიაში და გადავიხადე 30 ცალში 8 ლარი. Ну, უზომოდიაფია მართლა, თან ვიზუალურად ძალიან ლამაზი სანიშნეებია. მოდი დავათვალიეროთ. ეს სანიშნეები ვიზუალურად ძალიან მომწონს. ფასი აქვს ძალიან დაბალი რეალურად, იმიტომ რომ 30 ცალში 8 ლარი მართლა არაფერია. თუმცა ხარისხი არ აქვს ისეთი კარგი, როგორც მაგალითად წინა სანიშნეებს. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ ამ შენაძენით. და სანიშნე, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და რომელიც არის უბრალოდ ულამაზესი, არიელის სანიშნე. ამას შეხედეთ. პატარა წიგნები მოყვება. და აი ესე საყოველად გამოიყურება ეს სანიშნე. არიელი ყველაზე მეტად მიყვარს დისნეის გმირებიდან და მართლა უზურფასესი საჩუქარია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქეთის. შემდეგი ნივთი რაც უნდა გაგიზიაროთ, მაჩუქა ჩემმა ქმარმა და როგორც ვთქვი, შეიძინა საქართველოში. ეს არის წიგნის დამჭერი. აი ესეთი ნივთია. ესე თითზე კეთდება და იჭერს გვერდებს, როცა კითხულობთ. ძალიან აქტიურად ვიყენებ ამ ნივთს, განსაკუთრებით კომფორტულია ტრანსპორტში, აი მაგალითად მეტროში ფეხზე დგომა თუ მიწევდა, ძალიან მარტივად ვიჭერდი ხოლმე ამით წიგნს და ძალიან კარგად ვკითხულობდი. წიგნის მეგობარი ერქვა გვერდს, საიდანაც ეს ნივთი შეიძინა ჩემმა ქმარმა, ძალიან კარგი ნივთია და აი ამას გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ მასალაც ძალიან სასიამოვნოა და რაც ყველაზე მთავარია, თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს. გარდა ამისა, ამ ნივთზე შეგიძლიათ დაიტანოთ თქვენთვის სასურველი წარწერა ან რაიმე სიმბოლო. როგორც ხედავთ, ჩემსაზე გადატანილია ტარგარიანების სიმბოლო, რითიც ეს ნივთი კიდევ უფრო მეტად ძვირფასი გახდა ჩემთვის. შემდეგი ნივთი, რომელიც უნდა განახოთ, მე თვითონ გამოვიწერე Amazon-იდან და ეს არის მკითხველების დღიური. ულამაზესია ვიზუალურად, სხვადასხვა ფერშია ეს დღიური და შეგიძლიათ რომ გადახედოთ და რა ხდება შიგნით. ამ ჟურნალში ავსებთ და შეგაქვთ წიგნის სხვადასხვა მონაცემები. მაგალითად, სათაური, რომელ ჟანრშია, ვინ არის ავტორი, შეგიძლიათ მონიშნოთ რა ემოციები გამოიწვია ამ წიგნმა თქვენში. ასევე გააკეთოთ წიგნის პატარა შეჯამება, მონიშნოთ საუკეთესო და ყველაზე ცუდი მონაკვეთები. ამოიწეროთ თქვენთვის საყვარელი ფრაზები. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ როდის დაიწყეთ კითხვა და როდის დაასრულეთ, როგორი შეფასება აქვს საბოლოოდ წიგნს და შემდეგ უკვე შეგიძლიათ უფრო დეტალურად შეავსოთ თუ რა მოლოდინი გქონდათ ამ წიგნისგან, დასაწყისში რითი მიიქცია ყურადღება
და ასევე თუ უცხოენოვან წიგნს კითხულობთ, შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტყვებიც ამოწეროთ. აქვე არის ადგილი ნოუთებისთვის და პირადად მე აქ ვწერ ხოლმე რამდენი გვერდი იყო ამ კონკრეტულ წიგნში. ძალიან მომწონს ეს დღიური ვიზუალურადაც ულამაზესია და ძალიან კარგი ხარისხი აქვს. ეს დღიური ღირს $20 და მოკლედ თუ ხელით წერა გეხალისებათ და აღრით სხვა იმ წიგნების, რომლებიც წაიკითხეთ, აუცილებლად გირჩევთ. 100 წიგნი შეგიძლიათ შეიტანოთ ამ ბლოკნოტში. ასე რომ ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. ეს ნივთი, რომელიც ახლა უნდა განახოთ, აქ გვაჩუქეს და ერთი სული მაქვს რომ გამოვიყენოთ. ეს არის სურნელოვანი სანთელი, რომელსაც აქვს ლატეს არომატი. ვიზუალურად არის საოცრება და ისეთი არომატი აქვს, რომ მართლა ერთი სული მაქვს ავანთო. აი მე რა კაია. და ეს ცალკე რიტუალია ჩემთვის, როცა კითხვისას სანთელი მაქვს ანთებული და გემრიელი სურნილი ტრიალებს ოთახში. შემდეგი ნივთი, რომელიც უნდა განახოთ, თითქმის გამოვიყენე. მონაკვეთების მოსანიშნად შევიძინე ასეთი ფურცლები, რაც ძალიან მომწონს ამ ნივთის არის ის, რომ ნახევარზე მეტი არის გამჭვირვალე და მხოლოდ ბოლოები აქვს შეფერილი. და ძალიან მომწონს, რომ როცა ინიშნავ, ყველაფერი მშვენივრად ჩანს და არ გიწევს რაღაც გვერდით გადაწევა ან გადმოწევა, რომ ნაწერი არ დაფაროს. ესეც აქ შევიძინე, თუმცა ნახავ მსგავსებს Amazon-ზე და აუცილებლად დავურთავ ლინკს აღწერას. ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. შემდეგი ნივთი, რომელიც გამოვიწერე, არის AST TBR Killa. ანუ ეს არის წასაკითხი წიგნების Killa. და მოდი კარგად დავათვალიეროთ. ერთ სული მქონდა ეს ნივთი ჩამოსულიყო, რადგან ჩემს წასაკითხ წიგნებს სამომავლოდ ავარჩევ სწორედ აქედან. ამ ნივთის გამოყენება ორნაირად შეიძლება. შეგიძლიათ რომ ამ ქაღალდებზე პირდაპირ დაწეროთ წიგნის სათაურები და რომელი წიგნიც ამოგივათ ის წაიკითხოთ. თუმცა არის მეორე ვარიანტი, რომელიც მე ბევრად მომწონს და ამას უკვე შემდეგ ვიდეოებში გაიგებთ. ამ ნივთში გადავიხადეთ $16 და გულწრფელად ვთვლი რომ ღირს. ერთი სული მაქვს გამოვიყენო. გარდა ამის Amazon-დან გამოვწერე წიგნების მოყვარულთა სასაჩუქრე ყუთი, სადაც ამოვიდა ძალიან ბევრი საყვარელი ნივთი და მინდა რომ თითოეული მათგანი განახოთ. პირველი რაც მინდა განახოთ, ეს არის ეს უსაყვარლესი ჭიქა, რომლის გარეშეც უკვე აღარაფერს აღარ ვსვამ. უკან აქვს ძალიან საყვარელი და სასიცილო წარწერები. მართლა შეყვარებული ვარ ამ ნივთზე და პირველი ეს რომ ამოვიღე, უკვე კმაყოფილი ვიყავი ამ ბოქსით. შემდეგი არის ეს უსაყვარლესი წინდები. ძალიან საყვარელია, მაგრამ მანილაში ისეც ხელა რომ არ ვიცი ამის გამოყენება უდესმე მომიწევს თუ არა. სულ ზაფხულია ხალხო, სულ ცხელა. მაგრამ ძალიან მომწონს. შემდეგი არის ეს უსაყვარლესი სანთელი, რომელსაც აწერია Smells like she's reading again. ეს თავის თავსახურით. მოდი სუნი შევამოწმოთ. ძალიან კარგი არომატი აქვს. მშვენიერია ესეც. ასევე ამ ყუთში დამხვდა 2 ცალი უსაყვარლესი წიგნის სანიშნე. ნახეთ რა საყვარელია. ერთ-ერთი რჩევა მექნება, რომ თუ ამას გამოიყენებთ, გვერდებზე ფრთხილად დაამაგროთ, რომ არ დააზიანოთ ფურცელი. მოდი შევხედოთ, როგორ გამოიყურება წიგნზე. რანაირია. ასევე გვაქვს აი ესეთი ბარათი. ძალიან საყვარელი. ამ ბარათს Kindle-ისთვის ვიყენებ, უკანა მხარეს ჩავდე და ვიზუალურად ძალიან მომწონს და ამ ბარათს აწერია Reading is my happy place. მომწონს. და ბოლო ნივთი ამ ყუთიდან არის ეს ჩანთა. საკმაოდ დიდი და მოცულობითი ზომის არის. აწერია There is no such a thing as too many books. ამ ჩანთასთან დაკავშირებით რაც მინდა გაგიზიაროთ არის ის, რომ ვიზუალურად მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ ხარისხი დიდად კმაყოფილი არ ვარ. აი ალბათ თქვენს ხედავთ გვერდზე დაკუჭულია რაღაცნაირად და ამის გასწორება სამწუხაროდ ვერ შევძელი. ასე რომ კი გამოვიყენებ, მაგრამ დიდად ხარისხიანი არ არის. ახლა მოდი შევამოწოთ, რამდენი გადავიხადე ამ ბოქსში. $20. ფიქრობ ძალიან კარგი ფასია ამდენი ნივთისთვის და გულწრფელად ჩანთის გარდა ყველა ნივთით ძალიან კმაყოფილი ვარ. ტელეფონის кейსიც წიგნებს უკავშირდება. რა ვქნა? ეს უნდა განახოთ. ეს უსაყვარლესი кейსი გამოვიწერე ტელეფონისთვის, რომელიც მიყვარს და უკვე საკმაოდ დიდი ხანია მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ანუ ნახეთ, რა ლამაზია. უზომოდ მომწონს. და მოდი ვნახოთ ფასიც. $17 გადავიხადე ამ кейსში და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. ხარისხიც ძალიან კარგი აქვს და ნუ ვიზუალურად უზომოდ მომწონს. ახლა მინდა გაჩვენოთ Kindle-ის რამდენიმე აქსესუარიც, რომელსაც ვიყენებ. პირველი მინდა განახოთ ეს кейსი, რომელიც ფარავს ეკრანსაც და უკან არის გამჭვირვალე და გარდა ამისა, რაც ამ кейსში ძალიან მომწონს, არის აი ეს დამჭერი. ანუ როცა კითხულობთ, შეგიძლიათ რომ ხელზე კარგად დაიმაგროთ და უფრო მარტივად დაიჭერთ Kindle-ს. ძალიან კარგი ხარისხის кейსია. ვაყოფილი ვარ ნამდვილად ამ кейსით. თუმცა მინდოდა კიდევ მენახა რა საშუალებებია, რომ Kindle-ი უფრო კომფორტულად გეჭიროთ ხელში და აღმოვაჩინე აი ეს დამჭერები,
რომელმაც სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინი. აი ახლა შეგახედებთ როგორ უნდა გავუკეთოთ Kindle-ს. და ნახეთ უბრალოდ რა კომფორტულია. ანუ ხელი არის სრულიად თავისუფალი, არანაირი ზედმეტი დატვირთვა არ მაქვს და რაც ეს აღმოვაჩინე გულწრფელად აღარაფერს სხვას აღარ ვიყენებ სახლში და ნუ თუ სადმე მივდივარ და მგზავრობ, შემდეგ უკვე ვიყენებ მეორე кейს, რომ ეკრანი აუცილებლად იყოს დაცული. საკმაოდ სენსიტიური ეკრანი აქვს Kindle-ს და ნამდვილად გირჩევთ, რომ ასეთი кейსი გამოიყენოთ თუ სადმე მიგაქვთ. და ნუ Kindle-ის სტიკერების გარეშე არ არსებობს და მაქვს უბრალოდ უამრავი სტიკერი სხვადასხვა თემატიკის. აქ გვაქვს სამეფო კარის თამაშები, ჰარი პოტერი, ბეჭდების მბრძანებელი და ეს უბრალოდ წიგნის თემატიკის სტიკერები. რამდენიმე ფავორიტს განახებთ. და შემდეგი რაც მინდა განახოთ, ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩავუჯდები. ზუსტად არ ვიცი ქართულად როგორ უნდა გადმოვთარგმნო, ეს არის Diamond Painting Kit. თვლებით მოხატვა შეგიძლიათ აი ამ აქსესუარით. აი შეიძლება გინახავთ წიგნის ყდებს რომ ხატავენ ხოლმე, ესე თვლებით და ლამაზად რომ აფორმებენ. და როგორც ხედავთ, აი აქ არის წიგნის ფოტო მოცემული და აი ეს წიგნები უნდა გავაფორმოთ ლამაზი თვლებით და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. მოდი ახლა გავხსნით და დავათვალიეროთ რა არის შიგნით. აი აქ არის სხვადასხვა ფერის თვლები მოცემული. აქ არის უკვე დამხმარე ის აქსესუარები, რითაც შევძლებთ რომ ეს თვლები ავიღოთ და დავამაგროთ ნახატზე და ეს არის ნახატი. დარწმუნებული ვარ ეს რომ თვლებით გაფორმდება იქნება ულამაზესი და აუცილებლად განახებთ შედეგსაც. ეს ნივთი აქ შევიძინე, თუმცა ალბათ Amazon-ზეც და სხვა საიტებზეც ბევრ საინტერესო ვერსიას ნახავთ. და ბოლო ნივთი რომელიც უნდა განახოთ არის ეს მაისური რომელიც მაცვია. ძალიან სასიამოვნოა და კარგი ხარისხი და ეს შევიძინე $14.25. და სხვადასხვა ფერებშია და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფერი აარჩიოთ. ესეც ასე მეგობრებო, ვიდეო დასასრულს უახლოვდება. ყველა ნივთი განახეთ, მოკლედ რაც გვაქვს და რაც მიყვარს, რაც წიგნებთან მაკავშირებს. ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში გამიზიარებთ, თუ რომელ ნივთებს იყენებთ ხოლმე კითხვისას და ზოგადად წიგნებთან დაკავშირებული რომელი აქსესუარები მოგწონთ. თუ ამ ნივთებთან დაკავშირებით დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს. არ დაგავიწყეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და ასევე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!